წარმატებას გისურვებთ, ბატონებო. გაიცანით ჯენგიზატაი. ესე იგი თქვენ ხართ ცნობილი ჯენგიზატაი? ყველაფერი რაც ჩემს შესახებ ხსმენია ტყუილია. ყველა კარგ ხასიათია, ყველა იგებს. თუ ბატონ ეზელთან ერთად გახსნით სასტუმროს მოგებული თქვენ დარჩებით. მაგრამ ნახოთ, იქნებ მეც შემხვდეს ცოტა რამ. მას კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს წრეში. როგორ დაითანხმა ისინი აქ მოსვლაზე? ისინი ხომ სასტუმრო ბიზნესის მაგნატები არიან. ვიცი. ამდენი წელია სასტუმრო მაქვს და არასდროს მომსალმებია. დღეიდან მოგესალმებიან, ჯენგიზ. პასუხს ველოდები შენგან ალისთან დაკავშირებით. ჯენგიზ. ეს შენი გადასაწყვეტია. აბა შენიც. ეზელ არ ვიცი შეამჩნია თუ არა მე და შენ დავადექით გზას, საიდანაც გადახვევა შეუძლებელია. გეშინია. გამოიცანი ვინ ვარ? ერთი წუთით შენ შენ ხარ შენ იშან იმედია თამაში ხელი არ შეგიშალა. მე მოვდივარ. მოვდივარ რომ თამაში ჩაგიშალოთ. სრულიად მარტო მოვდივარ. და მალე ჩაგიშლით მაგ თამაშს. ეშმაკები ხართ. ყველაფერი გათვლილი გაქვთ. აი მესმის სიურპრიზი. რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა? უბრალოდ მოვედი გასართობად. ძალიან კარგი. შესანიშნავად გამოიყურები. ბოდის გიხდით. ჯენგიზ შეიძლება პირისპირ დავილაპარაკოთ. ოღონდ ჯერ ეიშანს ველაპარაკები. ეიშანი მოვიდა აქ, ესე იგი სამყარო გაჩერდა. ბოდის გიხდით. თქვენ საქმეებს მიხედეთ, მე მიმიხედ მოვიხედავ ნახევრად სიახლეები და ენერგია ჩემს აქ არ ყოფნაში ჯენგიზ. ალი. ჯენგიზ. ალი. თქვენ გაქვთ შხამი, კლანჯები და ეშვები. თქვენ გყავთ მოსამსახურეები. თქვენ გაქვთ იარაღი. სადილის შემდეგ. ვერ მიხვდი? ასე ქვია ამ კოქტეილს. გასინჯეთ. ძალიან ძლიერია. მაგრამ გემრიელია. მოგეწონათ არა? როცა აქ ვარ სხვა კოქტეილს არ ვსვამ. თქვენ პირველად გასინჯეთ? დიახ. მაგრამ ვფიქრობ ამიერიდან მხოლოდ ამას დავლევ ხოლმე. თავიდან თავბრუ გესხმის. მერე კი როცა შეეჩვევი თითქოს სხვა გემო აქვს. მართლა? აბა რატომ სვამთ? რომ არ დავლიო და მივიწყებს. მაგრამ თუ პირველ კლუბს მე ვსვამ, ესე იგი ბოლო კლუბსაც მე დავლევ. ხედავ ეს გაბედნიერებთ. ნუ გავიწყდებათ რომ თქვენ სტუმარი ხართ. მე კი მასპინძელი.
გასაგებია. მაშინ იქნებ ჩემი კოქტეილიც თქვენ დალიოთ. მომისმინე. ეს ჩემი ბარია და ნაკლებად მაღლობს შენ რას ვამ. კიდევ დამისხით. მე მარტო მოვედი. იმიტომ რომ მე მაქვს ის, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ. სირცხვილის გრძნობა. ეს მუდმივი შტორმია. სირცხვილი ეს ყველაზე საშინელი მტერია. სირცხვილი ეს ყველაზე დიდი წყევლაა. აბა ჯენგიზ, რა გადაწყვეტე? ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე პარტნიორო. რაღაც რომ მიიღო ამის სანაცვლოდ რაღაც უნდა გასცე. მე არ მჯერა ასეთი რაღაცეების, მაგრამ თუ ამ თამაშის წესი ასეთია, მაშინ მოგვიწევს რაღაცის მიცემა, იმისთვის რომ ალი თამაშიდან გავიდეს. კაზინო? ანუ შენ გინდა ალი შენს პარტნიორად აქციო კაზინოში? ამ ადგილიდან ერთ წელიწადში არაფერი დარჩება. ხუმრობა იქით იყოს და მან ეს დაიმსახურა. წარმომიდგენია როგორ გავუხარდება. მოდი ამ სიურპრიზს ნუ გავაფუჭებ. ნუ გაგიჟდება. უკვე ველაპარაკე. სულ მალე აქ იქნება. უთხარი იარაღის გარეშე მოდი მეთქი. შენ როგორ ვთხოვე? ხომართლა ჯენგიზ, რა მინდოდა მეთქვა? ამ ბიჭებმა სამსახური მთხოვეს, ხო და აქ მოვიყვანე. Ben de bazı tanıdıkları aradım. Bunlar mı? კი ბატონო. Tamam. კარგი. ალი მოვიდეს და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. აბა, პარტნიორო. ის გადაგჩენია ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. Hadi bakalım. მოდი. მოღალატეებო. ეიშან. მოდი. ასე ადვილად ვერ ჩამიგდებთ ხელში. ნაბიჯრებო. ნახოთ ვინ აჯობებს. მოღალატეებო. ბატონო ალი რა გინდა? შენ რა გაგიჟდი? მე ვცდილობდი დამერეკა ბატონო ალი. მომისმინეთ. შეხედეთ. ნახეთ. შენ რა გაგიჟდი ალი? გაგიჟდი? თქვენ რაღაცას მეთამაშებით. თქვენ მე გამყიდეთ. რა თამაშზე მელაპარაკები იდიოტო. აჰა. ეს სალაროს გასაღებია. მე მინდოდა ჩემი პარტნიორი გამხდარიყავი კაზინოში, ამიტომ მოგიყვანი აქ. სიურპრიზ გიმზადებდი. და ესენი? რა ესენი? ესენი სამსახურს ეძებენ. მოვიდნენ რომ აგერჩია რომელი გაწყობდა. რა თამაში ალი სულ გაგიჟდი?
მე რაღაც მჭირს. თავი მთლად წესრიგში არ მაქვს. ჯენგიზ, წადი. სახლში წადი. წადი მეთქი. კარგი. კარგი, უნდა დავისვენო. უნდა გამოვიძინო. ხვალ მოვალ ჯენგიზ, ხვალ. ხვალ მოვალ. ხვალ ნუ მოხვალ ალი. კარგი, როგორც შენ მეტყვი. აბა როდის მოვიდე? კვირის ბოლოს მოვალ. ნურც კვირის ბოლოს ნუ მოხვალ. საერთოდ ნუ ღარ მოხვალ. წადი. წადი აქედან ალი, წადი. წადი. ჯენგიზ, გმარა, მომბეზრდა ალი. წადი. დაბრუნდი სახლში. წადი. მადლობ დეპო. შენ კარგი მეგობარი ხარ. წავედით სახლში. წავედით. ალი. მორჩა იშან. აი ამ წერტილამდე მოვედი. დაჯექი თუ გინდა. ეზელ. წამიყვანი აქედან. გამარჯობა სელმა. ყველაფერი აალაგეთ? ერთი მაგიდა დარჩა. კარგი, დღეს ადრე დავამთავროთ. თქვენი ნათესავი არ მიდის. როგორ ხარ სიძე? მე შენ რა გითხარი? მე რა, პატარა ბავშვს გავარ ჯენგიზ. შენ უნდა დაგიჯერო? ნუ გიშინია. უბრალოდ მინდოდა მენახა სად მუშაობ. ლამაზი ადგილია შვილო. მე პატრონის სიმამრს ვისკი მოუტანე, რა თქმა უნდა დაწესებულების ანგარიშზე. რა გინდა სერდარ? მოგება ჯენგიზ. დარჩეს შვილო, დარჩეს. ო, დარჩეს. შენც უთხარი ჯენგიზ. გმადლობ ყმაწვილო. ეს ბოლო თამაშია. კიდევ ერთხელ თუ გაბედავ აქ მოსვლას, ალის მთელ ხროვას მოგისევ. გავიგე შვებულებაში გავიდა. უვადო შვებულებაში. კიდევ?
კიდევ ის ვიცი, რომ მე და შენ მარტონი ვართ აქ, პარტნიორო. თავისუფლები ხართ. ყველანი თავისუფლები ხართ. მოწინააღმდეგე შეგეშალა, სერდარ. სხვერპლი არასწორად შეერჩია. ჩემი სანაგვეზე გადაგდება გადაწყვიტე? ცხვირს მიბზუება რა? ერთხელ თუ შემოვედი შენს ცხოვრებაში, არასოდეს აღარ დაგანებებ თავს. დაიმახსოვრე, მე სერდარი ვარ. თამაში თუ იწყებ გახსოვდეს. მეფის როლს მე ვთამაშობ და მოგებიდან ყველაზე დიდ ნაწილსაც მე ვიღებ. გესმის, ჯენგიზ. შენ წარსულში დარჩი, სერდარ. შენი დრო გავიდა. ხელის ერთი მოქნევით გაგანადგურებ. მიდი, რაღაც ელოდები. ყოველ კვირას 10,000 მომცემ. ეს არც ისე ბევრია, ამისთვის გეყოფა ფული. მაინც რისი იმედი გაქვს, სერდარ? შენი სიმხდალის. ეს გაქვს. მაგრამ აი, ეს არა. შემში შერახარ. ეს არ გაქვს. ალის აქვს ეს, მაგრამ ის ახლა აქ არ არის. შენ მხოლოდ ლაპარაკობ, ჯენგი, სწორედ ამის იმედი მაქვს. მხოლოდ ამის. აბა, კარგად ძვირფასო. სიძე. მომავალ კვირა შევხვდებით. ო, არ დაგავიწყდეს ჩემ შვილიშვილს აკოცე ჩემ მაგივრად. იცი ადრე რას ვაკეთებდი, როცა ვინმე მაწყენინებდა ხოლმე? რას? თავში ერთი საიდუმლო ადგილი მქონდა და იქ ვიმალებოდი. იქ ვერავინ პოულობდა. ვერავინ მაყენებდა ტკივილს. მაინც ვინ გაყენებდა ტკივილს? კაცები. ყველა მამაკაცი. მაშინ ჯობია შენგან შორს დავეჭირო თავი. არა, არ ჯობია. შორს მოიქნები. ნუ გეშინია არ ვეგბინები. ან შეიძლება გიგბინო კიდეც. წამოდი, სახლში წაგიყვან. არ მინდა. იქ ჩემს მყუდრო თავშესაფარში წავალ. იქ ისეთი ლამაზი ვარ. ახლაც ლამაზი ხარ. არა, ლამაზი იქ ვარ. იმიტომ რომ იქ ბედნიერი ვარ. იქ მხოლოდ ისინი არიან, ვინც მიყვარს. და არ არიან ისინი, ვინც მძულს. მე ვარ იქ. შენ არ ხარ. რატო? იმიტომ რომ შენ აკრძალული ხილი ხარ.
Bunu da yüzüne... ეს სადამდე მიხვედი ალი. Evet. ო, Şimdi doğru... ახლა კი მართალი მითხარი. Sor. კითხე. Niye yaptın? რატომ გააკეთეს? Niye sen? რატომ გაყიდე ომერი? Niye Ali abi? რატომ ძმაოვალი? Niye kıydın bana? რატომ? Kes sesini. რატომ? Niye izin verdin ölmeme? Ali abi ძმაოვალი, bak bana. რატომ? გაჩუმდი. Niye Ali abi? რატომ გამყიდე? Niye yaptın? შემომხედე თვალებში. Ne dedim ben sana? რატომ ძმაოვალი? En başa döneceksin demedim. განა არ გეუბნებოდი რომ ასე იქნებოდა. მეუბნებოდი. Başına kalacaksın. განა არ გეუბნებოდი. მარტო დარჩები მეთქი. მეუბნებოდი. Hadi söyle. მაშინ თქვი რომ დამნებდი. Vazgeçtim. თქვი რომ მე გაჯობე. Pes ettim de. მიდი თქვი. Sen kazandın de. თქვი მეთქი. Sen kazandın. გელოდები თქვი. Sen kazan. შენ მაჯობე. Sen შენ მაჯობე. პრობლემები გვაქვს. Ömer seni de... ომერ შენი მოგლაც უნდა? რა? Neyse boş ver. არაფერი დაივიწყე. Neymiş sorun? რა პრობლემებია? Serdar. გაზინოში სერდარი იყო მოსული. შანტაჟს მიწყობს. თავს არ დაგვანებებს. რა გაცინებს? Çünkü რა მაცინებს და კმარა? bu sefer... აღარ ვაპირებ შენი დატოვებული ნაგვის წმენდას. Yanlış anladım. არასწორად გამიგე. Senden yardım აქ დახმარების სათხოვნელად არ მოსულარ, პირიქით, შენ დასახმარებლად მოვედი ალი. სერდარი თუ ალაპარაკდა, ყველაზე მეტად შენ დაზარალდები. Bu işi bitirirsen... ამ საქმეს თუ მოაგვარებ, კაზინოში დაბრუნდები როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი. Hadi Ali. გეყოფა ალი. Kimi kandırıyorsun? ვის მოტყუებას ცდილობ? განა არ გინდა მისი ჩაზაღლება? Seni განა არ გინდა მისი მოკლა, ვინც მკვლელად გაქცია? სტამბოლი 2005 წელი. როგორ ხართ ბატონო? დაჯექი. ვინმე მიცის აქ რომ ხარ? არა, როგორც მთხოვეთ. ეს თქვენი შენობაა? ლამაზი იახტა აღარ მყავს, მხოლოდ ეს დამრჩა. ეს ღმერთის სამართალია. აქ რას ეკეთებთ? საქონელს კლავთ. მოიტანე საბუთები. დიახ. ინებით. ამ აღიარებას საკუთარი ნებით ვაკეთებ, ვინმეს მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ალი გერგიზი. დაიწყე.
თქვენ ჩაიდინეთ კაზინოს ძარცვა 1997 წლის 18 სექტემბერს. ეს რომ იქ მივიტანოთ, ომერს გაათავისუფლებენ? დიახ. თუ გაიგებენ იმას, რაც ახლა თქვით, ომერს გაათავისუფლებენ. ეს მე ჩავიდინე. მე გავძარცვე კაზინო 1997 წლის 18 სექტემბერს. შენობაში უკანა კარიდან შევედი. მარტო იყავით? არა, ჯენგიზადაისთან ერთად ვიყავი. კაზინოში მუშაობდა, მან გამიღო კარი და მე შევედი. მცველი ვინ მოკლა? მე მოკალი. როგორ უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ სიმართლეს ამბობთ? 4,35,654 დოლარი. ხოლო ჩვენ ვიცით ეს ციფრი. ჩვენ გავიყავით ეს თანხა. 4 კაცმა, სერდას თესჯანმა, ეიშან თესჯანმა, ჯენგიზადაიმ და მე ალი კირგიზმა. არ დაგავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ მე ალი მარწუხი ვარ. ეს ჩვენ 4 გავაკეთეთ. უმერი მსხვერპლი იყო, ყველაფერი სერდარმა მოიფიქრა. ეიშანმა ჩაგვითრია, ჯენგიზმა დაგეგმა. მე შევასრულე ყველაფერი. მერე ომერს გადავაბრალეთ. რატომ? ვერ გავიგე, ეს უნდა გითხრათ? ჯენგიზ. ალბათ სულ დროს გირეკავ. არა, პირიქით, ზუსტად კარგ დროს რეკავ. ახლა შენზე ვლაპარაკობდი. დღეს გაზეთი წაიგითხე? იმისთვის მირეკავ, რომ მითხრა გაზეთი წაიგითხეო, ჯენგიზ. ჩვენ თავისუფლები ვართ, ალი. როგორც იქნა 8 წლის შემდეგ თავისუფლები ვართ, ალი. ალი. ომერი მოკვდა. კარგი ახალი ამბავია? არა. გავიგე, რომ ვიღაც მოკვდა. ყველაფერი მორჩა, ალი. ყველაფერი მორჩა. სტამბოლი 2009 წელი. მითხარი რამე. არაფერს არ გეტყვი. თქვი, მიდი. რაზე ფიქრობ? მეც მაქვს შემსგულში სამალავი. მინდა იქ აღმოჩნდე, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია. იქ არის ადგილი ჩემთვის. კი. რას გავაკეთებთ იქ? რა იყო, ოცნებაც არ შეიძლება? თქვი, რას გავაკეთებთ? ვერ გეტყვი. ამას? ეიშან. მე ბაჰარს ვდები. მას ასე ვერ მოვექცევი. შენ შეგიძლია ასე მოექცე. არა. მაშასე. სირცხვილი სიყვარულსა და სიკვდილზე ძლიერია. სირცხვილი ხანძარს ანთებს გულში და ადამიანს მონად აქცევს.
ის წვეთ-წვეთობით გროვდება და საშინელ ტკივილს გვაყენებს. საბოლოო ჯამში კი სირცხვილი ადამიანს სასტიკ არსებად აქცევს. სტამბოლი 2009 წელი. სად გარბი ხარ ძმაოვალი? არ ვიცი, უფრო საიმედო ადგილას. მაგრამ ასეთი ადგილი არ არსებობს. ალი ვერ გაიგე იმ ტიპმა რა გითხრა, ხომ ასეა? გავიგე. რა გითხრა, მითხარი გისმენ? დამწყევლა. ომერმა დამწყევლა. ალი მარწო ხო? ის მოდის. ომერი მოდის. მოდის რომ ანგარიში გაგისწოროს. მოგეტე. ალი ბეი? ბატონო ალი. ხელი არ ახლა. ასე იყოს. მე არავის და არაფრის დანახვა არ მინდა. საინტერესოა რამდენი ადამიანია ჩემნაირ მდგომარეობაში. ათასობით არა. მილიონმა ქალმა იცის რომ ღალატობენ. ზუსტად ამ მომენტში. და მილიონობით კაცმა. როცა კაცს ღალატობენ, ის ფიქრობს რომ მწარად მოატყუეს, როცა ქალს ღალატობენ, მას მეაჩნია რომ სხვაზე გაცვალეს. და ქალი ხვდება რომ წააგო. Kadın olduğundan beri oynadığı oyunu kaybettiğini anlar. როცა კაცს ღალატობენ, ის მსხვერპლია. ქალი მისი ჯალათი ხდება. როცა ქალს ღალატობენ, ის საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ. რატომ უნდა მიიჩნევდეს საკუთარ თავს დამნაშავედ? იმიტომ რომ ის სხვა ქალი გონია იმ თვისებით შემკული, რაც თავად არ გააჩნია. არ გაწმინდა. ასეთი ქალი იმსახურებს, რომ უყვარდეთ და მოსწონდეთ კაცებს. იცინოდნენ. ისინი იცინოდნენ ეზო. ისინი მხიარულად იყვნენ. ეს სცენა სულ თვალწინ მიდგას. ისინი ბედნიერები იყვნენ. მე და ჯენგიზი ბედნიერები არ ყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის ერთად ვიყავით. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ მიღალატო. მე მაქვს გრძნობა, რომ თავად ვღალატე საკუთარ თავს. ძალიან ვწუხარ. ძალიან ვწუხარ. ძალიან ვწუხარ იმაზე, რაც დამემართა. ადრე ასეთი არ ვიყავი. აბა როგორი იყავი? ვერ ვიხსენებ. თითქოს მოუკვდი ისინი კი ცოცხლები არიან. გაუბრაზდი თუ არა? არა. მან გული მომიკლა. რატომ ის ქალი? რატომ ის და არა მე? მესმის. რთვენია. თითქოს მე გავაკეთე რაღაც ცუდი. ძალიან რთვენია ეზო. ამ დრომდე რთვენია. ნუ ფიქრობ ამაზე. ნახე ირგვლივ რა სილამაზე.
შენ ისეთი არაფერი გაგიკეთებია, რომ გრცხვენოდეს აიშა. შენი ბრალი არაფერი არ არის. შენ იმსახურებ სიყვარულს. Ediyor muyum? ასე მაპატი. ალო. ომერ, ახლა მსალია. შენი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენ. შენი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოჯახი. ეს რაღაც წყევლა. რა უნდა ვქნა? ეს ხმები გამუდმებით ჩამესმის. ეს ხმა არასდროს წყდება. სელიმმა ორი კაცი მოიყვანა. უნდა რომ შეხედო მათ. ბერდებიალი. ხედავ მათმა ხედა გიგეს. დაწყნარდიალი ყველაფერი კარგადაა. შენ დაგწხევლესალი. ომერი ყველგან გიპოვის. ერთი ტყვია და მორჩა. ერთადერთი ტყვია. შენს მორჩები ტანჯვას და მეც. არა. ჯერ არ დამდგარა დრო. ჯერ ადრეა. მოდი ძმავალე. სად მიდიხარ? დაჯექი. დედა. გაჩუმდი. დაჯექი. Anne ne oldu? დედა რა მოხდა? O niye burada? ამას აქ რა უნდა? ჩემთან მოვიდა. Niye? რატომ? ეს ნახა და გადაწყვიტა რომ ვიდარდებდი. ჩემზე ნერვიულობს. Ona mı düştü ya? ამას გააკლდა შენზე ნერვიულობა. არა. ჩემმა შვილებმა უნდა ინერვიულონ ჩემზე, ერთი მკვლელია, მეორე არ მიჯერებს. დედა, მხოლოდ უცნობები თუ შემიბრალებენ. წადი წერილი მოიტანე. Ne mektubu? რა წერილი? ის რომელზეც აქ წერ. წერილი რომელიც ომერმა მოგწერა. წადი მოიტანე. მე პატარა ბავშვი არ ვარ დედა, არაფერსაც არ მოვიტან. Sen de შენ კი საერთოდ. გააკეთე, რასაც დედა გეუბნება. რამე გაწუხებს? არა. დაიკო. გეტყობა რომ რაღაც გაწუხებს. მითხარი რა მოხდა? უბრალოდ დავიღალე. მართლა გეუბნები ბახარ. ჩემზე ნუდარდობ. რას თავაზობ ეზოში გავიდე და ვითამაშო? ნუ მეკცევი როგორც პატარა ბავშვს. ბავშვი აღარ ვარ. თავს უკეთ გრძნობ, ნუ გეშინია მომიყევი. არაფერი მაქვს მოსაყოლი. ისე შენებურად აგრძელებ. ფიქრობ რომ ვერ გავიგებ? უფლება არ მაქვს სიმართლე ვიცოდე. გინდა ისე ვიცხოვრო რომ არ ვიცოდე ჩემს ირგვლივ რა ხდება? არ არის ასე. შენ მეუბნები არ წახვიდე ამ თავშესაფრიდანო. უფლებას არ მაძლევ საკუთარი თამაში ვითამაშო, საკუთარი ბედნიერება ავაშენო. რა თამაში? ამ ყველაფერს თამაშობ? უბედური ხარ?
წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა გავაკეთე იმისთვის რომ ეს თავშესაფარი გქონოდა. არა, არ ვიცი, იმიტომ რომ არაფერი ვიცი. არ ვიცი რა გააკეთე, რა ჩაიდინე, რატომ გრძნობ თავს უბედურად. რა გააკეთე ჩემს გამო? რა მოხდა გუშინ დღეს? რა ხდება, რა გტანჯავს? ამის თქმა გინდა? გინდა შენც იტანჯებოდე და ჩვენც გტანჯავდე? რა არის შენი ტანჯვის მიზეზი? მომიყევი, მიდი. მე შინოდა რომ გულს გადგენდი. ნურავის და დანაშაულება მასში. ჩემზე გაბრაზდი. მე დამადანაშაულე. მე მიგატოვე. მანამდე მიგატოვე, ვიდრე ციხეში აღმოჩნდებოდი. ეს მე ჩავიდინე მერტ. ეს სიმართლეა. მე ჩავიდინე ეს ძარცვა. მე მოვკალი ის კაცი. მე დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ. აქამდე არ შემეძლო ამის თქმა. გამბედაობა არ მყოფნიდა. ხო, ისეთი გახსოვდე, როგორიც ძარცვამდე ვნახე. მე ისეთი რამე ჩავიდინე, რომ უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ. უკანასკნელი თხოვნა მაქვს შენთან. გემუდარები, დამივიწყე. ნუ გამიხსენებ ისეთს, როგორიც ძარცვის შემდეგ გავხდი, რადგან იმის შემდეგ ყველაფერი სიცრუე იყო. მე აღარ ვარსებო, ზამიგო. დამივიწყე. დამივიწყე, ძმაო. მორჩა? მორჩა. კარგი. ახლა დაწვე ეს წერილი. დაწვი მეთქი. დაწვი. ის შენი ძმა. რაც არ უნდა გაეკეთებინა შენი ძმა. სულ ერთია კაცი მოკლა თუ სხვა რამე ჩაიდინა, მაინც მის გვერდით უნდა იყო. შემომხედე. მე ასე გაგზარდე? ეს გასწავლე? როგორ არ გრცხვენია? ის შენი ძმა. დედა, ჩემი ძმა. სიკვდილიც ვერ დაგაშორებთ. დანაშაულიც ვერ დაგაშორებთ. თქვენ ერთნი ხართ. როგორ არ გრცხვენიათ არც ერთს? ან იმას, ვინც ეს დაწერა, ან იმას, ვინც დაიჯერა. ომერმა კი არ გაიძულა, რომ გრცხვენოდეს. შენ მაიძულე მე, რომ ბრცხვენოდეს მერტ. დედა. წადი შენს ოთახში. არ მჭირდება შენი დახმარება. წადი. ომერ, შენ მაიძულე, რომ ბრცხვენოდეს. დედა, გაიგონებენ. გაიგონონ. 12 წელი. 12 წელი ვცხოვრობდით უშენოდ. გვითხრეს, რომ მოკლეს, ჩვენ ვგლოვობდით. ყოველ დღე, ხო, ყოველ დღე. მერტი გამუდმებით იმეორებს, ჩემი ძმაო. მე თქვენს დაცვას ვცდილობდი. არ იყო საჭირო. არ მჭირდება ასეთი დაცვა. დედა, არ გესმის. რა არ მესმის? რომ ზაკუდარ ძმას უკანასკნელი იმედი წაართვი, რომ იცრუე, რომ გვაიძულე შეგვრცხვენოდა, რომ არ მოდიხარ რომ ჩამეხუტო? არც მჭირდება. მე არ მინდოდა რომ მერც რამე შემთხვევოდა. მაგრამ შეემთხვა. ის ამაყობდა შენით.
შენ კი რა გააკეთე? ეს ხომ არ მოხდებოდა, მაგრამ შენ მოატყუე. ასე ნუ ლაპარაკობ, დედა, შენ არ იცი რა გამიკეთეს. მარტო შენ არ დაგმართეს უბედურება, ყველანი გაგვაუბედურეს. მიუხედავად ამისა ვერ გაგვტეხეს. ომერი საკუთარ სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ჩემი შვილი იმსახურებს იმას, რომ თავის სახლში იყოს. ჩემი შვილი იმსახურებს, მაგრამ შენ არა. ამას ომერი იმსახურებს. შენ რასაც აკეთებ ამას არასოდეს გააკეთებდა ჩემი ომერი. მართალი იყავი. მათ შეგცვალეს. გაგაფუჭეს. დედა, მხოლოდ შენ. ვის ეძახი დედას? მე არა ვარ დედა შენი. ეზელი გქვია არა? მე შენ არ მომწონხარ. წადი აქედან. დაე ჩემი შვილი დაბრუნდეს. გადაეცი მას, რომ ჩემი შვილის ნახვა მინდა. მე მინდა, რომ ომერი მოვიდეს ჩემთან. მინდა, რომ ჩემი შვილი დაბრუნდეს. დედა. წადი. წადი. ომერმა იცის, როდის დაბრუნდება. ის ერთადერთია. და ის ყოველთვის სინდისის კარნახით იქცევა. ის ყველას აჩვენებს, მათ შორის შენს, რომ დამნაშავე არ არის. წადი და არ მოხვიდე. თუ ჩემი შვილი არ იქნები. ჩემ სახლში არ მოხვიდე, გაიგე? ამ სახლში არ მოხვიდე. მომენატრე დაიკო. მომენატრა ის დრო, როცა ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით, აზრებს უზიარებდით, მაგრამ იცი ყველაზე მეტად რა მაკლია. შენი სიცილი. უკვე დიდი ხანია აღარ გამიგია შენი სიცილი. კარგი არ დაგაძელებ, თუ არ გინდა, ნუ მომიყვები. მხოლოდ გთხოვ, ისევ ისეთი გახდი, როგორიც იყავი. სარკეში შეიხედე. ჩემი დის უფერო ასლი გახდი. თითქოს ნისლში ხარ. არ ჩანხარ. ალბათ არ გინდა, რომ ძველი ეიშანი დავინახოთ. თვალები აღარ გიბწყინავს. ალბათ ამიტომ არ გინდა, რომ დაგინახოთ. ხომ ასია? ამიტომ იქცევი ისე, თითქოს აქ არ ხარ. სად ხარ, დაიკო? სად ხარ? სადაც არ უნდა იყო, გთხოვ, დაბრუნდი ჩვენთან. Ne var belinde? რა გაქვს? Fazla şarjör var mı? სათად არის გოტყუები? Kumarhaneye git. კაზინოში წადი. Siz nereye? თქვენ სად მიდიხართ? Atış talimi yapmaya. ერთი ორს გავისრვე. Doğruyu söyle Ali. სიმართლე თქვი Ali, სად მივდივართ? Laneti ortadan kaldır. წყევლისგან გასათავისუფლებლად? მართლა? Kime და ვის შევაწუხებთ? მოვდივარ. მოგბრძანდით ბატონო ეზელ, ახლა ვემოვახსენებ. არ არის საჭირო.
ეზელ. ბაჰარ. არადგე. ვიცი დაიღალე. ბრძოლით დაიღალე. ხელები გტკივა, რადგან გაუთავებლად ებრაუჭები ცხოვრებას. მესმის რომ ყველაფერი მოგვეზრდა. ყველა გეუბნება რომ იმედი არ უნდა დაკარგო, მაგრამ შენ სწორედ ამ იმედმა დაგღალა. ვიცი, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს შენი ცხოვრებაა, მაგრამ შენ სიკვდილი გინდა. ეზელ. მე ყველაფერი ვიცი. ყველაფერი გავიგე. გთხოვ, გააგრძელე მკურნალობა. ეზელ გეხვეწები. ბაჰარ, ეს ჩემი გულისთვის გააკეთე, გთხოვ. შენ დაიღალე. ძალა აღარ გაქვს ბრძოლისთვის, მაგრამ ჩემი გულისთვის გააკეთე ეს. მე არ მინდა რომ დაგკარგო. ეზელ გთხოვ. ჩემი გულისთვის, ბაჰარ. იცოცხლე ჩემი გულისთვის. ეზელ ასე ადვილი არ არის. ბაჰარ. გიყვარვარ. გიყვარვარ. მიყვარხარ. მაშინ გააკეთე ეს. თუ გიყვარვარ, ჩემ გამო შეეცადე. ჩემთვის იცოცხლე. უთხარი. კიდევ ერთი საქმე გვაქვს, გამილ. ამაღამ ცეცხლში ვუკრავთ თავს ალის და ეიშენს. მაგრამ მანამდე ერთ ვინმეს უნდა შევხვდე. მისგან შორს მეჭირა თავი არ მინდოდა რამე მევნო მისთვის, მაგრამ კმარა. წავედით ბავშვთა სახლში, ერენთან. ერენი აქ არ არის, ბატონო ეზელ. ისევ გაიქცე? მაშინ მე უნდა გეცნობებინათ ჩემთვის. არა, არ გაქცეულა, სადღაც წავიდე და საღამოს დაბრუნდება. ვიღაც ბატონმა წაიყვანა. ვინ ბატონმა? ახლა ვევლახავ. ალი კირგიზმა. შენ გაისროლე, მაგრამ კაცს ვერ მოარტყი. უკვე გვიანა, შენები არ ინერვიულებენ? უკვე გიჟებს გვანან ალბათ. მაშინ ცოტა ხანს კიდევ ვივარჯიშოთ. იერაღი ხელში მხოლოდ ერთი რამისთვისაა საჭირო. ეს სპორტი არ არის. ამით საკუთარ თავს იცავ. ისვრი და კაცი აღარ არის. თუ ისვრი მხოლოდ ერთი რამისთვის აკეთებ ამას. რისთვის? იმისთვის რომ ვიღაც მოგლა. პისტოლეტი მხოლოდ ადამიანის მოსაკლავადაა საჭირო. ეს გრძელი გზაა, ჩემო ბიჭუნა. გინდა დაიჭირო ნაძირალა. გინდა ტვინი გაასხმევინო? ვის? შენ თვითონ იცი ვისაც. ვის ხედავ ამ ბოთლების ადგილას? წარმოიდგინე ვინ დგას იქ. ვისი განადგურება გინდა? მამა ჩემის მკვლელის. კარგია. მაშინ ესროლე. ბოლო მოუღე. შენ? შენ ვის ხედავ? შენ ვის მოკლაზე ოცნებობ? მეც ერენ. მეც იმავე კაცის მოკლა მინდა. ვიცი თუ ეს წევლა ვერასდროს გავთავისუფლდები მისგან. სტამბოლი 2003 წელი.
ბატონო ალი ის მოვიდა, საქონლის პატრონი მოვიდა, საფასურის გადახდეს ითხოვს. ერთ-ერთი მანქანა მიეცი. დისტრიბუტორმა დარეკა, ისიც ფულს ითხოვს, დაუბრუნა თავისი დამპალი მანქანები. კიდევ თქვენმა პარტნიორმა დარეკა, ციფრები არ მოეწონა. იმასაც მანქანა მიეცი. შევთავაზე, მაგრამ არ მოინდომა. და აქ მოვიდა. ალი. ასე შეიძლება ძმაო. რატომ არ პასუხობ ტელეფონის ზარებს? პასუხობ ყველას, პასუხობ შენს გარდა. ძმა მეჰმედმა ასეთი ვარიანტი შემოგთავაზა. თქვენ სიახტას გადმოგცემთ და ამით ჩვენი პარტნიორობა დამთავრდება. იახტას არ მოგცემთ. ამ წყევლამ მთლიანად მომიცვა, მთლიანად. ის ჩემშია. ჩემს კისერში, ჩემს თავში, ჩემს ყურებში. Yerleşti kulağımın dibine. Ne dedim sana? Om geubnebodi. Batacaksın. არ გეუბნებოდი, ჩაიძირები მეთქი. Dedim. გეუბნებოდი. Ne dedim? რას გეუბნებოდი? Bir başına kalacak. ხომ გეუბნებოდი მარტო დარჩები მეთქი. Dedin. გეუბნებოდი. Hadi söyle. თქვი, Pes ettim. თქვი რომ ხელი ჩაიქნი. Olmaz. არასდროს. Pes mi? მნებდები ალი. Pes ettim. თქვი რომ მნებდები. Hadi duyayım. Olmaz. არა. Hadi çektim. მიდი გაისროლე იარაღი, მიდი. Olmaz. არა. Hatırım bir. მიდი უფრო გაბედულად. ჩაი მომიტანე. სტამბოლი 2009 წელი. ეზელ. ალო, ჯენგიზ. პარტნიორო, სადაიკარგე. იმედი მაქვს უჩემოდ არ მოიწყინე. კარგი გასართობი მოვძებნე ჩემთვის. ჯენგიზ, გუშინდელი ჩვენი ლაპარაკი გახსოვს ალისთან დაკავშირებით? დღეს მაძლევ პასუხს თუ არა? მოდი ვილაპარაკოთ ამაზე ეზელ და რაღაც გამოსავალი მოვძებნოთ. არანაირი გამოსავალი არ არსებობს, ჯენგიზ. ამ საღამოს უნდა მითხრა პასუხი. უნდა ვიცოდე შენთან ერთად ვაგრძელებ ბიზნეს თუ უშენოდ. შევხვდებით პარტნიორო. თევფიქს დაურეკე. არის გვერდით იყოს. და რა ქნას? რაღაც უნდა წასჩურჩულოს. Konuşabilir miyim? იქნებ დავილაპარაკოთ. Ne bekliyoruz? რას ველოდებით? Kim arayacak? ვინ უნდა დარეკოს? ვიფიქრე იქნებ არ იჭერს მეთქი. ეიშენმა უნდა დარეკოს? ეზელ, იქნებ თვითონ დაურეკო. იქნებ სპეციალურად არ რეკავს. სატყვარა უკვე გადაგდებულია. ეიშანი, რომელსაც მე ვიცნობ, ასე ადვილად არ ნებდება. ეიშანი, რომელსაც მე ვიცნობდი, ახლა მეორე რაუნდისთვის ემზადება. განა ეიშანმა, რომელსაც შენ იცნობდი, არ გიღალა? მინდოდა მეთქვა იქნება ეიშანს არც ისე კარგად იცნობ მეთქი. ეიშან. Ezel. ეზელ.
Senden bir şey istedim. შეიძლება რაღაც გთხოვო? ხოლმე Benim için bir şey გააკეთებ ამას ჩემთვის. გავაკეთებ თუ მეტყვი რა უნდა გავაკეთო Biliyorum. მე ვიცი რომ შენ და ჯენგიზი მეგობრები O ხართ. yüzden yapmak ის istedim. ქალი დღეს იქნება კაზინოში. შეგიძლია ამის გაგება. Bu gece kumarhanede olacak mı? Benim için შეგიძლია. იქ აპირებ მოსვლას Haklısın. Sınırımı კარგი, ყველად შეგაწუხე. Özür dilerim. მაპატია. არა უმნიშვნელო რაღაცას მთხოვ მაგის გაგებაც კი არ მჭირდება ვიცი რომ იქნება მიხვალ მიხვალ Rezalet. იმიტომ არა რომ იმ ქალს პასუხი გავცე. უბრალოდ მინდა ვნახო. Ama yalnız მაგრამ არ მინდა რომ მარტო ვიყო. benimle gel. შენც იქნები? თუ გჭირდები მოვალ Hem de nasıl? ჭირდები და მე როგორ? ესე იგი იქ შევხვდებით ნილს დაურეკე მოთხარი კაზინოში მოვიდეს და თავისი ნიჭი გვაჩვენოს Abla დაიკო, dönmüşsün. დაბრუნდი. Çok güzel. ველამაზი ხარ. სად მიდიხარ? Yere mi gidiyorsun? მითხარი. Uzun zamandır. იქ სადაც დიდი ხანია არ ყოფილ ვარ. შენ? Biri bir şey istedi benden. ერთ კაცს პასუხი უნდა ვუთხრა. Vermeye. მისი ნახვა მინდა. Aç gözünü Ali. თვალები გაახილე ალი ჯერაც ვერ მიხვდი ომერი მოვა და როცა ამის დრო დადგება ანგარის გაგისწორებს Sık kafalarını. მიდი რაღაც ელოდები Bir sen kal. მიდი და ხოცე ყველა Nasıl? ხოლო შენ დარჩები Ya da daha iyisi var. კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ დანებდები Ha? აბა რა სიტყვი Ne dersin? რას Olmaz. არ დავნებდები Ne oldu? რა მოხდა კაზინოში რამე პრობლემაა Emin olmadan მოვედი რომ ეს გითხრათ რა თართულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ söylemeyip გეშინია რომ თუ არ მეტყვი შენ თვითონ აღმოჩნდები რთულ მდგომარეობაში ასეა bir hareketlilik var. იქ რაღაც არეული სიტუაცია რას გულისხმობ Yeni adam almışlar. ახალი ტიპები მოვიდნენ მე არ ვიცნობ მათ და თანაც konuş be adam. მე რე მიდი თქვი რა კი დაიწყე ვიღაცამ დაურეკა ბატონ ჯენგის ალბათ ბატონმა ეზელმა Konuşmalarını მოусმინე და გავიგონე როგორ უთხრა ალის საქმე დღეს უნდა დავამთავროთო Başka. კიდევ Ali Bey. არ მინდა თუ ერთად დამაწვეს ეს ბატონო ალი Cengiz Bey ben Ali. ბატონმა ჯენგიზმა უთხრა რომ გაიძულებთ იარაღის გარეშე მიხვიდეთ და რომ დანარჩენს ბატონი ეზელი მიხედავს Dön kumarhaneye işaret. კაზინოში დაბრუნდი და ჩემს მითითებებს დაელოდე ტეპო Bu gece დღეს მნიშვნელოვანი საღამო გვაქვს Başka bir şey. კიდევ მიბრძანებთ რამეს Tefo. ტეპო Sen მე და შენ დაქირავებული ტიპები ვართ kendimiz გვგონია საკუთარი თავისთვის მუშაობთ მაგრამ სხვებისთვის ვიხოცებით ölüme giden adamlarız. Senle ben Tefo. ტეპო მე და შენ სულ რაღაც შარში ვართ ასე არ არის DNA'nin hep როდის მოგვიღებენ ბოლოს tutanlarız. Ha? Ne zaman როდის გადაწყვეტენ რომ აღარ ვჭირდებით და როდის გადავყრიან არხში zaman vazgeçecekler. Kullanıp ეს როდის იქნება ტეფო katlamaktan. Hiçbir zaman. არასოდეს
კაზინოში შევხვდებით ბატონო ალი. Benim adım Ali. მე ალი მქვია. Kerpeten. ალი მარწუხი. Ototabi. მე მექანიკოსი ვიყავი, Zengin oldum. მაგრამ მდიდარი კაცი გავხდი. Çünkü adam öldü. იმიტომ რომ კაცი მოვკალე. Çünkü kardeş. იმიტომ რომ ძმა გავყიდე. Dahası var. რა უნდა იყოს ამაზე უარესი? Ne yaptıysam ეს შეგნებულად გავაკეთე. fazlasını მეტი მინდოდა. her şey. Zevkin მინდოდა საკუთარი ახირებები დამეკმაყოფილებინა. ne cehennem. მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდი. Ne yaptıysam ყველაფერი. kendim ჯოჯოხეთის არ მეშინია. ya bir gün არავისი არ მეშინია. demedim. Bir kötülük ყველაფერი რაც გავაკეთე საკუთარი თავისთვის გავაკეთე. çaktım. არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე რამეს ვინანებდი. Özgürlüğüm. მე ბოროტება ჩავიდინე. Benim ayıbım. ამას ხელი მოვაწერე და ვიფიქრე რომ თავისუფლება ვიყიდე. Ki tarihi okumamış. მე გავაკეთე ეს, გავაკეთე. მაგრამ როცა ხელს ვაწერდი თარიღისთვის არ დამიხედავს. დღეს კი ეს დღე დადგა. Ali, ალი, nasıl geçti? როგორ ჩაიარა ბიჭთან შეხვედრამ? Domuz benden akıllı. აზრზე მოვიყვანე. Ya. არ არსებობს, არ მჯერა. Ali, ალი, შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს შენთვის. არ მჯერა, არ მჯერა. Nedir? რა ხდება? telefonda olmaz. ეს ტელეფონით სალაპარაკო არ არის, მოდი. Hadi abi. ოღონ დიდხანს არ მალოდინო. Tamam geliyorum. კარგი, ახლა მოვდივარ. Ayrılma bir. არსად არ წახვიდე. Ali, მომართლა ალი. ezel kafa. ეზელი მოსვენებას არ მაძლევს შენთან დაკავშირებით. Seni fazla. შენი მაფიოზის იმიჯი არ მოსწონს. Şunu bir göster. მოდი საუკეთესო კოსტიუმი ჩაიცვი. Çıkarırım bayramı. მაქვს ერთი ასეთი სპეციალური შემთხვევებისთვის. Bir de gözünü seveyim. და კიდევ ალი თუ ღმერთი გზამს იარაღის გარეშე მოდი. Bırak seni. შენი ბიჭები ისედაც კბილებამდე შეიარაღებულები არიან. Dini takılalım. მათ გააკეთონ თავიანთი საქმე. შენ კი დაისვენე დღეს. Bir şey olursa მაშინ თუ რამეა შენც დამიცავ. Söz. გვირდები. ეზელ, ბარ. მიყვარხარ ეზელ. Her adımda yanında olacağım Bahar. მე ყოველთვის შენ გვერდით Seni isteme, ვიქნები. sen de orada olacağım. თუნდაც არ გინდოდეს, მაინც შენს გვერდით ვიქნები. შენ აუცილებლად განიკურნები. არა, არ განვიკურნები. მიყვარხარ ეზელ. ძალიან მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. სიცოცხლის ბოლო წუთამდე. Seni son nefesimle seviyorum. ბარ. მიყვარხარ მიუხედავად მოახლოებული წვდეადისა. Seni kanser. მიყვარხარ მიუხედავად ჩემი ავადმყოფობისა. მიუხედავად ჩემი დაღლილი გულისა. Seni seviyorum. მიყვარხარ მთელი გულით. Seni seviyorum işte. და თუ კი ოდესმე შემიყვარებ, Seni verdiğim სწორედ ისე შემიყვარე როგორც მე მიყვარხარ. Sana yalvarıyorum. Eğer bir gün ხო, sen de beni sevebilirsen böyle sev.